მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით ჩვენი მოკლე ვიდეოების ციკლით Mythic Battle-ის ირგვლივ და დღეს წარმოგიდგენთ Basic 5-ის ღმერთების და საჯარო დანაყოფების, ანუ თრუფების მიმოხილვას. მაშასე დავიწყოთ ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთით, ეს არის ზევსი. ზევსს აქვს 2 power-ი და 3 ტალანტი. ტალანტები არის Mighty Throw, ლიდერი და ბლოკი. Mighty Throw-ზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პირველ ვიდეოში, შეგახსენებთ, რომ როდესაც თქვენ პირველი თავდასხმისას, ანუ შეტევის პირველი თავდასხმისას გააგორებთ კამათეს, თუ ამოგივათ ნულიანი, ანუ ბლენკი ასე ვთქვათ, ერთი ბლენკი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ მოისროლოთ თრუფი ან გმირი მეზობელ ტერიტორიაზე, ან 2 ბლენკი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ მოისროლოთ მონსტრი ან ღმერთი. თუ რა თქმა უნდა ტიტანებიც ყავთ, მაშინ 3 ბლენკი შეიძლება რომ ტიტანი მოისროლოთ გვერდზე. ტერიტორია რომელშიც გადააგდებთ, უნდა აკმაყოფილებდეს 2 პრინციპს, ანუ მოძრაობის სტანდარტულ პრინციპებს იდეაში, ერთი რომ არ უნდა იყოს სავსე და მეორე რომ საზღვრები უნდა აძლევდეს იქ გადაადგილების საშუალებას, იმიტომ რომ რეალურად იქ შედის და შესაბამისად უნდა ჯდებოდეს სტანდარტულ წესებში. მეორე რა თქვით, ეს არის ლიდერი და ლიდერის ტალანტი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. არის მეორე აქტივაციასთან. ლიდერის ეფექტი მუშაობს ასე, ამ პერსონაჟის აქტივაციის ბოლოს შეუძლია მოთამაშეს მოიძიოს თავის დასტაში ბარათი იმ თრუფ იუნიტისა, რომელიც არის ამ პერსონაჟის ტერიტორიაზე, ან მის ირგვლივ ტერიტორიებზე და დაიმატოს ხელში. შემდეგ შეუძლია ეგრევე გააქტიუროს აქტივაციის ბარათის გადაგდებით და არ დაჭირდება მას დამატებით AOW ბარათის გადაგდება. ანუ ორ ნაწილად იყოფა ეს ძალა, ერთი რომ ჩვეულებრივ შეუძლია რომ მოიძიოს და მეორე რომ შეუძლია გააქტიუროს. ანუ ეს ნიშნავს რომ შეგიძლია მოიძიო ბარათი და სამომავლოდ გამოგადგეს. ან თუ პირველი პერსონაჟია შეგიძლია მოიძიო და ეგრევე გამოიყენო დამატებითი AOW ბარათის გამოყენების გარეშე. და მესამე ტალანტი არის ბლოკი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბლოკ ტალანტი საშუალებას აძლევს პერსონაჟს რომ დაბლოკოს ყველა სხვა პერსონაჟი მის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, გაქცევისგან და ომფალოს აღებისგან. დააკვირდით, რომ ომფალობს ებზორბისგან არ ბლოკავს, ხოლო claim-ი, run და walk. თუმცა თუ სხვა პერსონაჟსაც აქვს ბლოკი ბლოკს ანეიტრალებს. ზევსს, როგორც ვთქვით, აქვს 2 power-ი. ერთი power-ი არის ოფენსივი, ანუ შეუძლია ჩაანაცვლოს თავის შეტევის მოქმედება, მეორე power-ი არის პასივი. პასივი power-ი არის პატრიარქი. პატრიარქი გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ზევსის აქტივაციის ბოლოს მას შეუძლია 3 ბარათამდე ხელიდან გაუშვას თავის დასტაში, შემდეგ აჩეხოს ეს დასტა და ახალი 3 ბარათი აიღოს. ნუ რამდენსაც გადააგდებს იდეაში, რამდენსაც ჩაჩეხავს, იმდენი ბარათი აიღოს. ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი პასივი ძალა არის, რაღაც ბარათები შეიძლება თქვენ დაგიკრობდეთ ხელში, მით უმეტეს თუ ერთ-ერთზე თამაშობ და ბევრი არპი გაქვთ, შეიძლება ძალიან ბევრი პერსონაჟი ყავდეთ დარეკრუტებული და ბევრი ბარათი გქონდეთ. შეიძლება ისეთი ბარათები გქონდეთ, რომლებიც არ გჭირდებათ. ამიტომ ზევსი გაძლევთ საშუალებას, რომ 3-მდე ბარათი ჩაჩეხოთ უკან და თუ გაგიმართებთ ახალი 3 ბარათი აიღოთ. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას აქვს offensive power-ი, რომელსაც ქვია lightning, რომელსაც ჭირდება 2 AOW-ს ბარათის გადაგდება, 2 ბარათი უნდა გადააგდოს, რომ ეს ბარათი ეს ძალა გამოიყენოს ზევსმა და ის ურტყამს 3 range ტერიტორიაზე, ანუ 3-ით იქეთ ურტყამს, 3-ით იქით შეუძლია გაარტყას და აგორებს მისი მდგომარეობის მიხედვით. ნუ თავიდან აგორებს საკამათეს. მერე ნელ-ნელა აკდება და საბოლოოდ, როდესაც ჩამოდის 3 სიცოცხლეზე, ყველაზე ბოლოს შეუძლია 7 კამათელი გააგოროს. 3-ის ქვევით უკვე ამას ვეღარ აკეთებს, 3-ზე არც პატრიარქი აღარ უმუშაობს ზევს და ნუ 2-ზე უკვე აღარც მოძრაობა აღარ შეუძლია. თუმცა მანამდე, სანამ ჯანზეა, ძალიან ბევრს უტყავს. 3 range არის ძალიან შორი. ანუ ჩათვალეთ, რომ აი ზევს რო აი აქ იყოს, შეუძლია რომ 1 2 3 სადღაც აი აქ დაარტყას. და არის ეთექია, წარმოიდგინეთ და 9 კამათელს
9 კამათელს აგორებს. ეს ძალიან ბევრია. ამიტომაც ზევსი ითვლება, შედარებით all around ღმერთად, შეტევიც კარგი არის, ლიდერის ტალანტი იმის საშუალებასაც აძლევს, რომ ბევრი აქტივაცია, ხშირად გააკეთოს აქტივაცია ზენიტი აუების გადაგდების გარეშე, შესაბამისად ომფალოების აღებაზეც უფრო სტრატეგიული იყოს და მოკლედ კარგად აქვს ყველაფერი ამ ღმერთს, დაბალანსებული არის რა, არ არის რაღაც კონკრეტული სტრატეგიისკენ მიმართული, შეუძლია იყოს შემტევიც, შეუძლია იყოს ტანკიც, შეუძლია იყოს ომფალოებზე მონადირეც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზევსის offensive power-ი, lightning-ი, როგორც ვთქვით, 3 range-ისგან, 3 range-ზე აძლევს საშუალებას ზევსს დაარტყას, არის ეთექი, მაგრამ ყველანაირი optical უნდა გაითვალისწინოთ. თუ ზევსს წინ ეღობება რამე, ის 3 range-ზე ფაქტურად ვერ დაარტყავს. უნდა ხედავდეს მოკლედ მის მოწინააღმდეგეს 3 range-ში. ზევსს მოყვება 2 AOW ბარათი და 4 აქტივაციის ბარათი აქვს. შემდეგი ღმერთი გახლავთ უფრო აგრესიული, ვიდრე ზევსი და ვიდრე სხვა ნებისმიერი ღმერთი, ეს არის არესი და თავისთავად აგრესიული უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არის ომის ღმერთი. არეს არ მოყვება არც ერთი AOW-ის ბარათი, მაგრამ 5 აქტივაციის ბარათი აქვს. არეს აქვს 3 ტალანტი და 2 power-ი. ტალანტებია Mighty Throw, Block და Initiative. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ Block-ზე და Mighty Throw-ზე. Initiative არის ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს პერსონაჟს retaliation-ზე პირველმა დაარტყას შემტევს. ეს რას ნიშნავს? როგორც გახსოვთ წინა ვიდეოდან, როდესაც გიტევენ melee 0 range შეტევით, იგივე ტერიტორიაზე, ხელი და ხელ ჩუბში, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ retaliation-ი, გადააგდოთ რა თქვენი აქტივაციის ბარათი. და როდესაც თქვენ დაგარტყამენ, თქვენ საპასუხოდ დაარტყამთ. მაგრამ პერსონაჟებს, რომელსაც აქვს initiative, შეუძლიათ პირველმა დაარტყას და შემდეგ მიიღოს საპასუხო პასუხი. Mighty Throw და Initiative ერთად ძალიან მაგარი კომბოა და საშუალებას აძლევს არეს, რომ ყოველთვის დაარტყას ხოლმე პერსონაჟს, მომხდურს და თუ Mighty Throw გაუგორდა, თან გადააგდოს კიდევაც მის range-დან, ისე რომ მომხდურის პერსონაჟის დარტყმა ფაქტიურად დაკენსელდება. არესი არის აგრესიული ღმერთი და მისი აგრესია გამოიხატება მის power-ებში. არეს აქვს 2 active power-ი. შეგახსენებთ, active power-ები არის დამატებითი ქმედებები თქვენთვის თქვენს activation-ზე. პირველი არის Ares Wrath, მას ჭირდება 1 AOW ბარათი და გვეუბნება შემდეგს. Ares-ის აქტივაციის ბოლოს შეგიძლიათ გააკეთოთ X კამათლების ოდენობის area attack-ი მის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ საწყისი X-ი არის 5 და ყველაზე სულ ვარიანტი ჩამოდის 4-ზე და როდესაც ხდება ის, როდესაც მის ჩამოვარდება, მის სიოსლე ჩამოვარდება 2-ზე, უკვე აღარ შეუძლია მოქმედების გამოყენება. თუმცა წარმოვიდგინოთ, თქვენ ხართ არესი, გადაადგილეთ, დაარტყით და კიდე ერთხელ Ares Wrath გამოიყენეთ, 1 AOW გადააგდეთ და დაარტყით area attack-ი იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენ ხართ. ძალიან სიგიჟეა. მაგრამ ამით არ მთავრდება. Ares აქვს მეორე აქტივ ძალა, Frenzy. Ares აქტივაციის ბოლოს შეგიძლიათ გადააგდოთ 1 Ares-ის აქტივაციის ბარათი, რომ მიცეთ მას საშუალება გადაადგილდეს და კიდე ერთი შეტევა გააკეთოს. ორივე ეს მოქმედება არის optional-ი, გადაადგილება optional-ია და დატყვაც optional-ია. თუმცა ეს თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. შეიძლება დაგიგაგისდეთ კითხვა, შეუძლიათ თუ არა ორივე აქტიური მოქმედების გამოყენება, სამწუხაროდ ორივე მათგანი აკონკრეტებს, რომ Ares-ის აქტივაციის ბოლოს. შესაბამისად, თუ Ares-ის აქტივაციის ბოლო არის, აკეთებთ ან ერთს ან მეორეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებული შეზღუდვა გვაქვს, Frenzy მუშაობს მაშინაც კი, როდესაც Ares ჩამოვარდება 2 სიოსლეზე და მისი მოძრაობა არის 0. შესაბამისად, ის ვერ გადაადგილდება, walks ვერ გააკეთებს, Frenzy-ის optional walks, მაგრამ სამაგიეროდ შეუტევს დამატებით. შეუძლია 2-ჯერ დაარტყას, შეუულებრივ 8 კამათელი თუ ტყავს, ძალიან დიდი სიტუაციალობაში Ares-ი და მხოლოდ მაშინ ჩამოვდის 7 კამათაზე, როდესაც სიოსლე უხდება 5. შემდეგი ღმერთი გახლავთ Hades-ი. Hades მოყვება 1 AOW ბარათი და 4 აქტივაციის ბარათი. Hades-ი უფრო მეტად დაცვითი ღმერთი არის, მას კარგადაა განვითარებული გადარჩენის თვისებები. მას აქვს 2 ტალანტი და 2 power-ი.
ტალანტი ერთი ლიდერია, როგორც მის ძმა ზევს, ხოლო მეორე არის თორმენტი. თორმენტი ნიშნავს, რომ თუ ჰადესი უტევს range 0, ანუ მის ტერიტორიაზე არსებულ მტერს, მტრის საბოლოო დაცვის მაჩვენებლის კალკულაციისას დაცვას აქვს -1. ანუ გულისხმობა, რომ რამდენი პლუს მინუსის არ უნდა დაუგროვდეს დაცვას, 12 -1-ს აკლებს ყოველთვის. ამ შეტევის ბოლომდე. ჰადეს აქვს ყველა basic ღმერთისგან განსხვავებული power-ი, ეს არის permanent power-ი, რომელსაც ქვია soul calling. და ჰადესის ეს ძალა გვეუბნება, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ნებისმიერი იუნიტი განადგურდება, შენ იღებ ერთბარათს და ჰადესი იმატებს სიცოცხლეს. ეს არის ძალიან მაგარი ძალა. მაგრამ გაითვალისწინეთ, იუნიტი უნდა განადგურდეს. თრუფების შემთხვევაში თლიანი იუნიტი უნდა განადგურდეს. ერთი მინიატურის მოკლა არ არის საკმარისი. იუნიტი უნდა განადგურდეს, ჰადესი აიღებს ბარათს და მოიმატებს სიცოცხლეს. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ არც ერთ სხვა ღმერთს არ აქვს basic სტატებში range, ანუ ყველა მათგანი ურტყამს ანუ მის ტერიტორიაზე, ჰადესი ურტყამს ერთ range-ზე, შესაბამისად შეუძლია გვერდებზე დაარტყას ჩვეულებრივ. მას აქვს offensive power-ი, inferno, რომელსაც ჭირდება 1 AOW ბრატს გადაგდება და inferno გვეუბნება, რომ შეუძლია გააკეთოს X კამათლების ოდენობის შეტევა ერთ range-ზე, მაგრამ ორ სხვადასხვა ტერიტორიაზე. ანუ შეუძლია აქ და აქ განახორციელოს არი ეთეკები. მის ირგვლივ ორ სხვადასხვა ტერიტორიაზე ურტყამს არი ეთეკს. 5 კამათებს ურტყამს მართალია, თუმცა საკმარისია ჩემი აზრით. ეს და მას უნდა ჩუნდება სანამ ის არ ჩამოვარდება 2 სიცოცხლეზე, ხოლო soul calling-ი მას უნდა ჩუნდება ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის შეიძლება 1 სიცოცხლეზეც კი იყოს და მოკდეს სხვა იუნიტები და მან მოიმატოს სიცოცხლეები. საკმაოდ რთული არის მისი განადგურება. და ბოლო ღმერთი basic ხუთში ეს არის ათენა. ათენას აქვს 3 AOW ბარათი და 4 აქტივაციის ბარათი. ყველაზე მეტი AOW ბარათი მოყვება მას core ხუთში არსებული ღმერთებისგან. ათენას აქვს 2 ძალა და 3 ტალანტი. ათენას ტალანტებია ლიდერი, ფალანქსი და ბოლტერი. ფალანქსის და ბოლტერის ერთნაირად მუშაობს და დამოკიდებული არის იმაზე, რომ ათენას, ამ შემთხვევაში ამ პერსონაჟის ტერიტორიაზე იყოს მეგობარი იუნიტი, საჯარისო იუნიტი და ფალანქსის და ბოლტერის მუშაობს შემდეგნაირად. თუ ათენას ტერიტორიაზე არიან friendly იუნიტები, ათენას ემატება 1 შეტევა და 1 დაცვა. ხოლო ბოლტერი მუშაობს პირიქით. თუ ათენას ტერიტორიაზე არიან მეგობარი საჯარისო დანაყოფები, მათი ოფენსი, ანუ მათი შეტევა და დაცვა იმატებს +1-ით. ანუ იდეაში ათენასთან ერთად ყოველთვის უნდა მოძრაობდეს ერთი საჯარისო იუნიტი მაინც, რომ მათ ერთმანეთს ბაფები მიცეს. იდეაში ათენას ძალამ აძლევს ორივეს ბაფებს, მაგრამ საკმაოდ დიდი ბაფები არის, +1 ორივე მხარეს დაცვაში და +1 ორივე მხარეს თავდასხმაში არის საკმაოდ ბევრი. სხვა მხრივ ათენას ძალიან პატარა დარტყმა აქვს, 6 კამათელი გორდება მხოლოდ მის მიერ და როდესაც ძალიან სუსტდება 2 სიცოცხლეზე რო ჩამოდის, მხოლოდ 4 კამათას აგორებს შეტევისას. თუმცა აქვს 2 საკმაოდ ძლიერი ძალა. პირველი არის ოფენსივი, ანუ შეუძლია ჩაანაცვლოს თავისი შეტევა აულით, ანუ ბუთი, რომელიც მას ყავს აქ ხარჯი შემოჯენილი, ისე ჩვეულებრივ 0 რეინჯი აქვს, თუმცა თუ ის გამოიყენებს აულს, შეუძლია 4 კამათლიანი შეტევა გააკეთოს 2 რეინჯზე. და რა თავარია, ეს არის area attack-ი და უფრო მეტად რა თავარია area attack-ისას ეს დარტყმა ხდება მხოლოდ მოწინააღმდეგეებს. ჩვეულებრივ area attack-ი ნიშნავს, რომ თელ area-ს ურტყამ, შენიანია, სხვისიანია, ყველას ურტყამ. როდესაც შენიანებს ურტყამ, სხვა აგორებს შემაგრიათ და ჩვეულებრივ აკეთებს ყველაფერს რაც შენ გეკუთვნის, თუმცა ათენას ბუ გვაძლევს საშუალებას 2 რეინჯზე 4 კამათის მართალია, მაგრამ მაინც დაარტყა მოწინააღმდეგეს და მხოლოდ შენი სხვისიანებს მოხვდება. ეს საკმაოდ კარგი არის. რაც შეეხება მეორე ძალას, ეს კიდევ უფრო მაგარი ძალა აქვს, ეს არის აქტივი ძალა და მას ჭირდება 2 AOW, მას ქვია სტრატეგოსი. და იმისთვის რომ სტრატეგოსი გამოიყენო, ათენა უნდა იყოს პირველი პერსონაჟი, რომელსაც გაააქტიურებ ამ სვლაზე. ამაში საკმაოდ დიდი აზრი დევს. თუ რამას მიხვდებით, პირველ რამს აკეთებ,
სამ ნებისმიერ ბარათს, სამამდე ნებისმიერ ბარათს ეძებ შენს დასტაში და იმატებ ხელში. ანუ უბრალოდ კი არ ამოგდის სამამდე ბარათს ეძებ დასტაში. რასაც გინდა იმას. შემდეგ გადაჭიხავ დასტას. შემდეგ ამ მსვლის განმავლობაში შენი აქტივაციების ლიმიტი 2-დან ადის 3-ზე. ანუ ათენას გააქტიურების შემდეგ შენ შეგიძლია კიდე 2 პერსონაჟი გააქტიურო და არ გადააგდო Art of War ბარათი. ეს არის ძალიან მაგარი ბაფი. წარმოვიდგინე, ათენათი შეუტიე ვიღაცას, მერე გამოიყენე სტრატეგოსი, მოძებნე 2 ბარათი, რომელიც შენ გინდა და გააქტიურე კიდე 2 პერსონაჟი. Art of War-ის კარგდებების გარეშე. ეს იყო ღმერთები, Basic 5-ისა, ეხლა გავიხილოთ ტრუფები, იგივე საჯარო დანაყოფები და ნახოთ რომელს რა ძალა აქვს. ესენი არიან ამაზონები. ამაზონები არიან 4-ნი, შესაბამისად 4 სიცოცხლე აქვს. მოყვებათ 3 აქტივაციის ბარათი. აქვთ 2 ტალანტი, ინიციატივა და კლაიმბი. კლაიმბი საშუალებას აძლევს პერსონაჟებს აზრენ ქვებზე და მთებზე. ხოლო ქვებზე აზრომა თუ გახსოვთ 2 ვიდეო წინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლანდშაფტებზე, აძლევთ პერსონაჟებს ერთ რეინჯს და პლუს, როდესაც 1 პლუს რეინჯზე ისვრიან ხოლმე, კიდე პლუს 1 ოფენს. ანუ შეტევას, რაც საკმაოდ ბევრი რამე არის. თან ჩათვალეთ, რომ თუ მოწინააღმდეგეს არ აქვს კლაიმბი, ან არ აქვს რეინჯ შეტევა, ისინი ხელუხლებელები ჩებიან. როდესაც ქვაზე აზრებიან. მოკლედ, ამაზონებს ინიციატივი და კლაიმბი 3 აქვს შეტევა ჩვეულებრივ, 4 აქვს დაცვა, 2 აქვს ისედაც რეინჯი და 1 აქვს მოძრაობა. ეს ნიშნავს, რომ ამაზონები თუ აზრებიან აი ამ ცენტრალურ ქვაზე, ამ რუკაზე, 2 რეინჯს პლუს 1 ემატებათ, იმიტომ რომ ისინი აზრენ ქვაზე და 3-ის მაგივრად 4 კამათით ესვრიან ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, რომლებიც არიან 3 რეინჯზე და პლუს ქვა მათ აძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი ობსტიკლ დაიკიდონ და ესვრონ ვისაც უნდათ იმას. ასევე მათ აქვთ ძალა, რომელიც აძლევს პლუს 1 შეტევას, თუ როგორც მინიმუმ 3 ამაზონი არის ცოცხალი. ანუ ერთი რომც მოუკვდეთ, ჯერ კიდევ უმუშაოთ ეს ძალა და რეალურად გამოდის, რომ 4 შეტევა აქვთ და თუ ქვაზე არიან ამძვალები, კიდე 5 შეტევა გამოდის. საკმაოდ ბევრი არის დამეთანხმებით ამ ამბავს. ინიციატივა არ ვიცი, ამდენად გამოადგებათ ხოლმე ამაზონებს, მაგრამ კლაიმბი ძალიან კარგი მოცემულობა ამაზონებისთვის. სხვა მხრივ, რეინჯი ძალიან კარგი აქვს, რაც მათ საკმაოდ სახიფათო ტრუფებად გადააქცევს ხოლმე. შემდეგი ეს არის Infernal Hounds, ძაღლები, მათ ამაზონთან შედარებით უფრო მეტი სიცოცხლე აქვთ, 6 ძაღლი არიან, როგორც ხედავთ. მათ აქვთ ტალანტი Torment-ი, ანუ შეუძლიათ მოწინააღმდეგის დაცვა -1 კონდეს მათი შეტევისას. 3 აქტივაციის ბარათი მოყვებათ, 2 აქვს შეტევა, 4 აქვს დაცვა, რეინჯი 0 აქვს და 2 აქვს ცირბილი, რაც საკმაოდ იშვიათია ხოლმე ტრუფებში. და პლუს 1 აქვს შეტევა თითოეულ წყვილზე. ანუ გამოდის, რომ შესაძაც სრულად არიან წარმოდგენილები 2 პლუს 3, ესე იგი 5 შეტევით შეუძლიათ შეუტიონ მათ მომხდურებს და პლუს 12 ზალა საკმაოდ ესეთი კვენარე ტრუფები შეიძლება აღმოჩნდნენ ძაღლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად დარბიან და ომფალოები შეუძლიათ მალე მოუტანონ მათ პატრონს. შემდეგი არიან კენტავრები. კენტავრები ძაღლების გავსად სწრაფად დარბიან, 2 აქვს ცირბილი, 3 აქვს შეტევა, 6 აქვს დაცვა, თუმცა 2 არიან, როგორც ხედავთ, 3 აქტივაციის ბარათი აქვს და 1 აქვს რეინჯი. მათი ძალა არის, რომ პლუს 1 ექნება შეტევა, თუ 2 ცოცხალი არიან. თუ 1 დაშა ცოცხალი, სამწუხაროდ 3-ზე ჩამოვა მას შეტევოთ, მაგრამ ისი ჩვეულებრივ 4-ით უტევენ 1 რეინჯზე. თუმცა 6 აქვს დაცვა. მათ აქვს ძალიან საინტერესო ტალანტი, რომელსაც ქვია გარდი. გარდი ნიშნავს ტალანტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან ეფექტურად თქვენი სუსტი პერსონაჟების გადაცემად. ნუ ღმერთების გადაცემად ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა. გარდი გაძლევს საშუალებას, რომ როდესაც მოწინააღმდეგე აირჩევს მის მსხვერპლს, ეს იქნება არი ეთეკი თუ ჩვეულებრივი ეთეკი, პერსონაჟებს გარდის ტალანტით შეუძლიათ თავის თავზე გადაიტანონ დატმა. თუ რა თქმა უნდა, იგივე ტერიტორიაზე არიან, სადაც მათი სამიზნე გახლავთ. ასე რომ კენტავრები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დაცვითი ფუნქციონალების მქონე, რადგან მათი 6 აქვს დაცვა ისედაც და თუ ათენასთან ერთად არიან კიდე პლუს 1 ექნებათ. თუმცა ცოტა სიცოცხლე აქვს და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი როგორც ომფალოების მომზიდი ხალხი, იმიტომ რომ 2 აქვს
რეალურად გადაადგილება. შემდეგი გახლავთ სპარტანელები. სულ 3 არიან, 3 აქვს აქტივაციის ბარათიც. 2 აქვს შეტევა, 6 აქვს დაცვა, 0 რეინჯი, 1 გადაადგილება, მაგრამ აქვს 2 ტალანტი, ერთია mighty throw და მეორეა გარდი. ძალა აქვს +1 შეტევა თითოეულ სპარტელისთვის. ანუ ნიშნავს, რომ 5 შეტევით უტევენ თავიდან. რაც საკმაოდ ბევრი არის და საკმაოდ აბალანსებული ხალხი გამოდის. 5 შეტევა, 6 დაცვა, გარდი, რა ვიცი, ძალიან კაი ხალხია. უბრალოდ ერთია რომ ცოტანი არიან, მაგრამ ნუ ალბათ აქაც ბალანსი მოდის, იმიტომ რომ ეგენი რომ 6 იყვნენ, ცოტა უსამართლობა ექნებოდა ძალებთან შედარებით. შემდეგი გახლავან Infernal Warriors, რომლებიც არიან 4, მოყვებათ 3 აქტივაციის ბარათი, შეტევა აქვთ 3, დაცვა აქვთ 5, რეინჯი 0, გადაადგილება 1 და ტალანტი აქვთ გარდი. მათ აქვთ 2 ძალა, 1 +1 შეტევა და დაცვა აქვთ თუ როგორც მინიმუმ 3 არიან ცოცხლანი. ანუ სანამ ასე იქნებიან, მათი შეტევა არის 4 და დაცვა არის 6. პლუს ყოველი აქტივაციის ბოლოს 1 მეომარი გაცოცხლება. ანუ ეს ნიშნავს, რომ 3 თუ არიან, მათი აქტივაციის ბოლოს 1 გაცოცხლება. ბოლო ტრუფები basic 5-ში გახლავან ჰოპლიტები. 5 არიან, 3 აქვს აქტივაციის ბარათი, 3 აქვს შეტევა, 5 აქვს დაცვა, 0 რეინჯი, 1 გადაადგილება, ტალანტი აქვს გარდი და 1 შეტევა და 1 რეინჯი ეძლევაც თუ ამ საჯარო დანაყოფში მინიმუმ 4 ჰოპლიტი არის. შესაბამისად, შეუძლიათ 1 რეინჯით ისროლონ, 3 არიან 5 ან 4 და პლუს 4 გამართელი გააგონო შეტევისას. გარდი მათ საკმაოდ ძალას აძლევთ, 5 არიან, 5 დაცვით, შეტევა შეუძლიათ, რეინჯი 1 აქვს, ასე რომ ესენი საკმაოდ კარგი საჯარო დანაყოფის ვარიაციას გაძლევენ.